მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა. არა და ცოტა მერე ჩვენ საუბრობთ კრიპტოსიახლეებზე, გვყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და განვიხილავთ იმ ტენდენციებს თუ რა ტენდენციებიც არის ზოგადად კრიპტოს კუთხით ბაზარზე. მოკლედ, სანამ გადაცემაზე გადავალთ უშუალოდ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet. ეხლა გამოჩნდება ეკრანზე სარეგისტრაციო ლინკი, QR კოდი, რომელზეც შეგვიძლია ჩვენი რეფერალი დარეგისტრირდეთ და BitNet-ზე არის მოკლედ სიახლეები და გეტყვით ახლა ამ რამოდენიმე სიახლეს 0%-ად აი ამ თვის ბოლომდედაც კი 0%-ად თქვენ შეგიძლიათ შეისყიდოთ USDT. ეს პირველი სიახლე, მეორე სიახლე სულ რაღაც 5 ლარიდან პრინციპში შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერი კრიპტო BitNet-ზე, ანუ ყველაზე მინიმალური შესყიდვა შეგიძლიათ გააკეთოთ 5 ლარის, რაც ფაქტობრივად სხვა ასე ვთქვათ, სხვა პლატფორმებზე ეს რთულად არის მისაღწევი და 5 ლარადაც შეგიძლიათ მოკლედ დატესტოთ და ჩაატაროთ ექსპერიმენტები, სცადოთ, ნახოთ ინტერფეისი როგორ მუშაობს და ამის შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და ასევე თუ აი მოგზაურობის დროს თქვენ გექნებათ რაიმე შეკითხვა 24/7-ზე არ მოგესმათ 24/7-ზე მუშაობს საპორტი და შეგიძლიათ მიწეროთ, დაურეკოთ და მიიღებთ მოკლედ უკავშირს თუ რაიმე დამატებითი შეკითხვაც გექნებათ. მოკლედ, გადაცემის პირველ ნაწილში ტრადიციულად მიმოვიხილავთ თუ რა ხდება ბაზარზე. მეორე ნაწილში ვისაუბრებ და განვიხილავ ჩარტებს, მოკლედ და მესამე ნაწილში შევეცდები თქვენს კითხვებზე გავცეთ პასუხი. და მოკლედ საინტერესო კითხვებს ველოდები, რადგან საინტერესოდ დაიძრა ბაზარი და შევარჩიე რამოდენიმე სიახლე, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ზაფხულისთვის და ზოგადად იმ ტენდენციებისთვის, რა ტენდენციებიც გვაქვს ახლა ბაზარს. დავიწყოთ ნომერ პირველი სიახლით. მოკლედ ბაზარზე ხდება ესეთი რაღაც პრინციპში ამერიკის შემოსავლების სამსახურმა მოკლედ რო ვთქვათ IRS-მა და ფინანსთა სამინისტრომ მოკლედ მიიღეს გადაწყვეტილება თქვენ ალბათ გახსოვთ DeFi-სთან დაკავშირებული პრობლემები რაც არსებობდა და ეს პრობლემები რას გულისხმობდა მოკლედ 2021 წლიდან უკვე ამერიკაში 2021 წლის ნოემბრიდან სხვათა შორის და 2021 წლის ნოემბერი არ უნდა დაგვაუწყდეს რომ არის პერიოდი როდესაც ბიტკოინმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია იმ პერიოდში მოკლედ 2021 წლის ნოემბრიდან ჩაეშვა ასე ვთქვათ კანონი რომელიც ავალდებულებდა დეცენტრალიზებული ფინანსების ინფრასტრუქტურებს გადაეცათ ასე ვთქვათ ტრანზაქციები ამერიკის მომხმარებლების რათა მარტივი ყოფილიყო ასე ვთქვათ გადასახადების გადახდა მათთვის და პრინციპში ქონოდათ ინფორმაცია თუ ვინ უნდა დაებეგრათ გადასახადებით და ვინ არა. ეს კანონი ბუნებრივია ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, როდესაც იანვრიდანვე 2025 წლის იანვრიდანვე უკვე ანონსდა რომ უნდა შერბილებულიყო მოკლედ ის მოქმედებები რა მოქმედებებიც იყო და ამ ყველაფერს პრინციპში ეგრეთ წოდებული დეცენტრალიზებული ფინანსების ბროკერიზაციას ბროკერს ეძახდნენ რომ ფაქტობრივად უნდა ეკეთებინათ ასე ვთქვათ რეპორტი უნდა ჩაებარებინათ შემოსავლების სამსახურისთვის რა ტრანზაქციები გაკეთდა და რა ტრანზაქციები შეიძლება იყოს ასე ვთქვათ დაბეგრვადი და საბოლოო ჯამში ცნობილი იყო მოკლედ დეცენტრალიზებული ფინანსების ბროკერების სახით პრინციპში და ეს ყველაფერი დაჩქარდა საბოლოოდ 2024 დეკემბერში რომ მოსწრებულიყო ასე ვთქვათ ამ პაკეტის მიღება და პრინციპში განხილვები დაიწყო 2025-ის იანვრიდანვე უკვე სხვათა შორის ტეტ-კრუზი იყო ჩართული ამაში რომ საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ ამოეღოთ ეს ჩანაწერი და მართლაც მოხდა ამ ჩანაწერის ამოღება სხვათა შორის ბევრი ანალიტიკოსი თვლის რომ DeFi-ისთვის დეცენტრალიზებული ფინანსებისთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯები იქნება, თუმცა ის პრობლემები, რა პრობლემებიც არსებობს ჯერჯერობით იუზერებისთვის, აი მაგალითად, თუ ხართ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ვერ იღებთ airdrop-ში მონაწილეობას და ასე შემდგომ ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. ეს საკითხი ჰაერში რჩება, თუმცა ის რომ ასე ვთქვათ ბროკერიზაცია შეიძლება ბჭყალებში დავარქვათ ამ ყველაფერს და რეპორტინგის ჩაბარება, ეს რეპორტინგის ჩაბარება ჯერჯერობით ამ ფორმით ვერ მოხდება, რა ფორმიდაც იყო მაშინ საუბარი და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ამ კუთხით. მე თუ მეტყვით
ესიახეთ ცალსახად კარგია, ისედაც ნონსენსი არის დეცენტრალიზებული ფინანსებში მსგავსი რაღაცის მონიტორინგი, თუ რა თქმა უნდა არ არის რაიმე კომპანია, რასაც კომპანიებზე რომელზეც ვისაუბრეთ შემდგომ, რომელსაც ნებაყოფლობით უნდა რამის გაკეთება. ნებაყოფლობით უნდა ამ თუ იმ კომპანიის მსგავსი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი ასე ვთქვათ, ინსტიტუციისთვის, ეს მათი გადასაწყვეტია დანარჩენი DeFi-ში და ამ სამოგზაურო სისტემაში, პრინციპში, სადაც ველური დასავლეთიც არის და პლუს კიდევ ის შეზღუდვები, რაც შეზღუდვებიც ახასიათებს ცენტრალიზებულ სისტემას, ამა თუ იმ მიზეზის და გამო, მოკლედ, ეს შეზღუდვები არ გვაქვს და პრინციპში ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ლოგიკური გაგრძელება არის ამ ყველაფრის. უბრალოდ, როგორც ადრე გითხარით, ვიმედოვნებ, რომ ეს დეცენტრალიზებული ფინანსების პროექტები და პროდუქტები, რაც არსებობს ბაზარზე, რაც ექსპერიმენტების ფაზაში არის, რაიმე ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, სისულელეს არიზამენ, მოკლედ, თავის და უნებურად თუ ძალით არ აქვს ამას ჩემთვის მნიშვნელობა, მთავარია, მოკლედ, მომხმარებლების თანხა იყოს დაცული, ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დეცენტრალიზებულ ფინანსებში შედის და როგორც კი ასე ვთქვათ, ცენტრალიზებულ სისტემას ცილდება, მან პასუხისმგებლობა თავის თავზე დიდწილად უნდა აიღოს, რა თქმა უნდა, და შესაბამისად პასუხისმგებლობაც მოკლედ, ასე ვთქვათ, მოითხოვს შრომატევადი საქმეები მithumetes კრიპტო ინდუსტრიაში და შესაბამისად, როდესაც თქვენ 100%-ით გინდათ ან 99%-ით გინდათ, რომ თქვენი თანხები განკარგოთ, ბუნებრივია ის ხაფანგები, რა ხაფანგები შეიძლება იყოს დეცენტრალიზებული ფინანსების სექტორში, ესენიც უნდა გაითვალისწინოთ. დაწერთ კომენტარებში, თქვენ შეგეხებათ თუ არა ეს სიახლე, ვინც ამერიკიდან გვიყურებთ და ეხლაც პრინციპში შეიძლება შტატის და მიხედვით გააჩნია შეიძლება გვიანი საღამო იყოს თქვენთვის, მოკლედ, რამდენად იმოქმედა, რა გავლენა ქონდა ამ სიახლეს, ისაუბრეთ თუ არა იმ ადამიანებთან, ვისთანაც ერთად განიხილავთ ხოლმე კრიპტოს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საინტერესო სიახლეა, რაც დეცენტრალიზებული ფინანსების ეგრეთ წოდებულ ზაფხულს ვერ უზრუნველყოფს, რომელიც პრინციპში სხვა რაღაცის გამო დაერქვა DeFi ზაფხული, როდესაც მოხდა ძალიან ბევრი აპლიკაციის შექმნა და საბოლოო ჯამში აი მან სწორედ ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა, თუმცა შერბილება შეიძლება იყოს და შერბილება შეიძლება ნიშნავდეს და დავალოდოთ ამ კუთხით როგორ განვითარდება სიახლეები, იმედი მაქვს რომ პოზიტიური გადაწყვეტილება გვექნება. ეხლა რა შეეხება მეორე სიახლეს და მეორე სიახლე არის სხვათა შორის ძალიან საინტერესო რამოდენიმე ასპექტიდან გამომდინარე შევარჩიე ეს სიახლე ჯონათან გოლდი, არ ვიცი სწორად თარგმნე თუ არა მის სახელი, მოკლედ ერთ-ერთი ადამიანი იყო რომელიც მუშაობდა Bitfury-ში და სხვათა შორის მას ებარა ასე ვთქვათ იურიდიული საკითხების მოგვარება. Bitfury, ვინც არიცით, არის კომპანია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ძირითადად მაინინგის ინფრასტრუქტურაში მოიკიდა ფეხი, მოკლედ ინფრასტრუქტურის მოწყობა და მაინინგება, სხვათა შორის ნიდერლანდური კომპანია არის და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Bitfury-ის მაინინგის დატა ცენტრები, ანუ ის ინფრასტრუქტურა, სადაც მაინინგი ხდებოდა, სხვათა შორის საქართველოშიც და გლდანში იყო ეს განლაგებული, დისლოცირებული და თუ არ ვცდები გორშიც რამოდენიმე წლის წინ ოპერირება შეწყვიტა ამ დატა ცენტრმა, თუმცა მოკლედ სხვა ქვეყნებში აქტიურად გააგრძელეს მუშაობა, უფრო დიდ კორპორაციადაც იქცნენ, სხვათა შორის იყო პერიოდი, როდესაც პირველები იყვნენ მაინინგ ინდუსტრიაში, ძალიან ბევრ ბიტკოინს ფლობდნენ და მეტნაკლებად მოკლედ განვითარდნენ, ასე ვთქვათ, და სწორედ ეს ადამიანი მოკლედ დაინიშნა საბანკო სააგენტოს ხელმძღვანელად და საბანკო სააგენტოს ხელმძღვანელობა რას ნიშნავს, მოკლედ, რომ ვთქვათ, პრინციპში ამერიკაში და არა მარტო თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერირებს ბანკი, მაგალითად ამერიკან ბანკი თვითონ სახელით, ასე ვთქვათ, და სხვადასხვა ცნობილი ბანკები კონტროლს ახდენენ დამატებითად, მოკლედ
შეუძლია თუ არა ასე ვთქვათ ახალი ფილიალების გახსნა, რაიმე ახალ პროდუქტს თუ დანერგავენ, ეს პროდუქტი რამდენად ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის და არის მოკლედ სპეკულაციები ამ კუთხით, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ დებანკინგის ასე ვთქვათ მიმართულებას განავრცობს, ასევე დაეხმარება ჯამში თუ შევკრავთ ამ ყველაფრის ის ტენდენცია, რაც სპიდის რომ სტაბილური კოინებთან მიმართებაში ასე ვთქვათ კანონია ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად ბანკები როგორ გამოახდენენ ამის გადათარგმნას რეალურ სივრცეში, ამის ასე ვთქვათ ამასაც თუ ხელშეუწყობს ესეც კარგი იქნება. წინ არ გაუსწრებ რა თქმა უნდა მოვლენებს, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ მისი წინამორბედი ვინც იყო წინამორბედისგან განსხვავებით, მოკლედ უფრო სერიოზული ნაბიჯები შეიძლება გადადგას. და ვნახოთ რა როგორ განვითარდება ამ კუთხით, თუმცა მე ერთს ვიტყოდი, რომ ჩვენი ინდუსტრია იმდენად ახალია, რომ თქვენი ნებისმიერი გამოცდილება, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა რა მიღწევები გაქვთ, ან როგორ იცნობთ ამა თუ იმ საკითხს, შეიძლება დაეხმაროს სხვადასხვა კომპანიებს. და პრინციპში ქვეყნებსაც რატომაც არა ამ კუთხითაც იფიქრეთ თუ თქვენ რაიმე მოგწონთ ამ ინდუსტრიაში ტექნიკური კუთხით განავითარეთ ეს თქვენი უნარჩვევები და ამ უნარჩვევების განვითარების შემდგომ შეიძლება უფრო ბევრ ადამიანს დაეხმაროთ აქ მარტო და მიხარია პრინციპში ეს რომ მარტო იმისთვის არ ვართ რომ განვიხილოთ რომელიღაცა პროექტი და ამ პროექტზე ვისპეკულიროთ რომ ამ პროექტთან შეიძლება 10-ჯერ მეტი ბაზრის ამ პროექტს შეიძლება 10-ჯერ მეტი ბაზრის კაპიტალიზაცია თანხა შევიდეს და შესაბამისად ბაზრის კაპიტალიზაცია გაიზარდოს და ასევე კოინის ფასი და ამით ვიხერებთ და ასე შემდგომ მარტო ეს ასპექტი რომ არ გაინტერესებთ კარგია და თქვენი კომენტარებიდან პოსტებიდან ბასის ფორმატის ლაივებიდან ეს ყველაფერი ჩანს და მისასალმებელია ჩემთვის თუმცა ეს კომპონენტი რა თქმა უნდა იმ კომპონენტის გარეშე კრიპტობაზარი ზოგადად არ იარსებებდა და გირჩევთ რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიოთ იმ პროექტების შესახებ რაც თქვენ გაინტერესებთ და მე ვფიქრობ რომ უფრო კონცეპტის დონეზე უნდა შეხედოთ ანუ კონცეპტის დონეზე უნდა გქონდეთ საფუძველი მყარი რადგან თანამედროვე ფინანსური სისტემა და ზოგადად თანამედროვე მოწყობა რაც გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფოებში პრინციპში ვერ იცნობს კარგად და არ ცნობს კარგად დეცენტრალიზების კონცეპტებს და შესაბამისად როგორ შეიძლება გადავიდეთ ამა თუ იმ პროექტზე ისე უმტკივნეულოდ რომ საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ გადასვლის პროცესში ახლა მე რომ ვიღაცამ მკითხოს ჩემი მოწყობის ქვეყანა საერთოდ რადიკალურად შეიძლება განსხვავდებოდეს ბევრისთვის როგორიც უნდა იყოს ასე ვთქვათ თუმცა დადგათ რომ და ჩანს ეს ტენდენციები უნდა გაუსწოროთ ამას თვალი ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყნებიც მათ შორის საუბრობენ უკვე ბიტკოინზე რატომ საუბრობენ ბიტკოინზე ეს მარტივი გამოსაცნობია რადგან არავის მიერ არ არის კონტროლირებადი და შესაბამისად პოტენციალს ხედავენ ამას შეიძლება გაცხადებულად რა ვიცი ამ გაცხადებული ქვეყნებიდან და კომპანიებიდან 95% ვერ ხვდება საერთოდ რა არის უბრალოდ ტენდენციას არის აყოლილი, მაგრამ 5% მაინც თუ არსებობს ვინც იაზრებს ამ ყველაფერს, ეს რიცხვი იქნება მზარდი, რადგან შეუჩერებელია ამ კუთხით ეს ტექნოლოგია ფიზიკურად ვერ შეჩერდება. აქ შეიძლება სხვადასხვა პრობლემები გქონდეს და აი ამ პრობლემებზე დისკუსია არის ჩემი აზრით კარგი ხშირად ხოლმე, თუმცა ის რომ რაღაცა შეიცვალა 2008-2009 წლის შემდგომ 2009 ვთქვათ ესე უხეშად 9 წლის შემდგომ და ეს ცვლილება ახლა ბიტფიურიზე ვსაუბრობდი ბიტფიური 2011 წლიდან არსებობს ბაზარზე და სხვათა შორის მიხვდა იქ ალბათ რაღაც ადამიანი მიხვდა რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც მომავლის ტექნოლოგია და თქვენ აგერ ხედავთ ერთ-ერთი თანამშრომელი ყოფილი თანამშრომელი უკვე სად არის და რაში მიიღებს მონაწილეობას ასე ვთქვათ ბევრი რამოდენიმე პოსტი შემხდა რომ შეიძლება იყოს ეს ტროას ცხენი საბანკო სისტემისთვის და უკვე შიგნიდან მოხდეს ასე ვთქვათ ამ სისტემის დანერგვა წინასწარ არ გაუსწრებ მოვლენებს რადგან ვიცით რა ადმინისტრაციის პირობებში არის ახლა ამერიკა
და შესაბამისად რაღაცები შეიძლება გადაითქვას. დაველოდოთ მოკლედ მოვლენების განვითარებას, თუმცა ესეც შეიძლება თქვენი ფულის ჩარტის პლუს ნიშანზე შეიძლება დადებით სიახლედ განიხილოთ და შესაბამისად როგორც ამბობენ ხოლმე მარკეტ მეიკერებმა მოგაწოდეს ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც გაგრძნობინებთ, რომ ბაზარი შეიძლება უფრო ზევით ავიდეს ეს ნახევრად ხუმრობით და ესეც განვიხილოთ ბაზარი რა სადამდე შეიძლება ავიდეს ამ კუთხით. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს და მესამე სიახლე კორეა სამხრეთ კორეულ კომპანიას ეხება K-Wave Media ქვია ესე, ანუ კორეული ტალღის მედია, რომელიც პრინციპში გადასული არის, ანუ თუ წარმოვიდგენთ ამ კომპანიას, მართლა მედიაზე არის საუბარი, რომლის აქციები NASDAQ-ზე სხვათა შორის 25 წლის მაისიდან უკვე ჩაშვებულია და ყიდვად შეგიძლიათ, ეს კომპანია აცხადებს, რომ ფლობს ზუსტი ოდენობა გადავამოწმოთ, მაინც არ გამომეპაროს 88 ბიტკოინს და უნდა რომ იყიდოს უფრო მეტი, გამოყოფილია თანხები და შესაბამისად, მოკლედ შესაბამისად ეს სიახლეც შეიძლება იყოს ბევრისთვის საინტერესო, რადგან კორეასთან მიმართებაში ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ და კორეას ცოტა სხვანაირადაც უნდა შეხედოთ, თუნდაც Samsung-ის კონტექსტიდან გამომდინარე და პრინციპში სამხრეთ კორეა არის ის ადგილი, სადაც შეიძლება თავად ითქვას, რომ კორპორაციები ძალიან ბევრ რაღაცას წყვეტენ და შესაბამისად K-Wave Media-მ თუ წარმატებით განახორციელა და MicroStrategy-ვით იქცევა, Michael Saylor-ვით იქცევა პრინციპში და ეს ლიმიტს თუ არ გადააჭარბებს და მაინც და მაინც ახლა გაგანია ბულრანის დროს თუ არ შეისყიდიან ყველა ბიტკოინს და შემდგომ რაღაც თანხების დაბრუნება არ მოუწევთ კარგი, თუ არა და სხვა კუთხით არის საინტერესო პოზიტიური სიახლე და სხვათა შორის ჩვენ Twitter გვერდზე არის დადებული ეს სიახლე, სადაც სიახლეშივე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 20 კომპანია, რომელიც 5 მილიონზე მინიმუმ 5 მილიონის ბიტკოინს ფლობს და ამ კომპანიების რიცხვი იზრდება და იმედი მაქვს, ოდესღაც კრიპტობაზარიც ამ კომპანიების რიცხვს შეუერთდება და ვიმედოვნებ ასევე, რომ საქართველოში იქნებიან კომპანიები, რომლებსაც ექნებათ მსგავსი, ასე ვთქვათ, რესურსი, რომ ჰქონდეთ ბიტკოინი როგორც საშუალება ინფლაციის საწინააღმდეგოდ, როგორც ოქრო შეიძლება ქონოდათ კომპანიებს რაღაც პერიოდის განმავლობაში, ისევე ქონდეთ ბიტკოინი. სხვათა არ ვიცი, დაწერთ კომენტარებში თუ არის ცნობილი კომპანიები საქართველოს, ვინც ბიტკოინს ფლობენ, ესე გაცხადებულად, ან თუ არიან კომპანიები, რომლებიც მინიმუმ ოქროს მაინც ფლობენ, ეს საინტერესო იქნება ამ სიახლის ნახვა და პრინციპში ეს არის ჩემი აზრით ის სიახლე, რამაც საბოლოო ჯამში აზიის ნაწილი და პრინციპში ის ნაწილი, რომელიც, ანუ თუ ჩვენ განვიხილავთ ძველ სიახლეებს და გადავხედავთ ჩრდილოეთ კორეა, პირიქით არის ცნობილი იმით, რომ რაც შეიძლება მეტ კრიპტოს იპარავს, მეტ ინფორმაციას იპარავს, მეტ დოვლათს იპარავს, დიდი ალბათობით ლაზარუსის кейსები გახსოვთ ალბათ, Axie Infinity-ის და Ronin-ის ერთ-ერთი ცნობილი იყო პრინციპში Ronin-ის გადახვა და სხვათა შორის თუ არ ვცდები Bybit-ის кейსიც Ethereum-ის ძალიან დიდი ოდენობით Ethereum-ის ასე ვთქვათ გაზიდვის იყო თუ არ ვცდები ლაზარუსთან დაკავშირებული ასევე მოკლედ coin-ის ასე ვთქვათ მონეტის მეორე მხარე გვაქვს აქ და იმედი მაქვს რომ სამხრეთ კორეის ეს ამბავი დააბალანსებს მოკლედ იმ ცუდ ამბებს რაც მოდის კრიპტოინდუსტრიასთან მიმართებით ჩრდილოეთ კორეიდან და დაველოდოთ ამ კუთხითაც რა თქმა უნდა მოვლენების განვითარებას და საინტერესო იქნება ეს ჩვენი მაყურებლისთვის და ზოგადად ინდუსტრიისთვის. ალბათ ახლა ვინც გვიყურებთ ლაივში ყოველ შემთხვევაში პოსტფაქტუმ ვინც ნახავთ შეიძლება მათთვის საინტერესო არ იყოს. ახლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე, სადაც განვიხილავ თუ რა ხდება ბაზარზე და ეხლა ვინც გვიყურებთ ლაივში HDMI სიგნალი გამოვასწოროთ, არც ყოფილა შეერთებული ჩვენი სამეფო HDMI და ვერც იქნებოდა სიგნალი. ეხლა ნახოთ ფასის კუთხით რა ხდება ბიტკოინის თავს.
ბევრისთვის საინტერესო იქნება 15 წუთიან 30 წუთიან სანთლებს არ განვიხილავ ხოლმე და ხო აი ესეთი სიტუაციის დროს ზოგადად როდესაც ხედავთ რომ ყოველი შემდგომი სანთელი უფრო აქტიური არის და მოცულობებითაც სხვათა შორის რომ გითხრათ რომ აი მოცულობები ძალიან დიდი ოდენობის შორტ პოზიციები დალიკვიდურდა ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა რაც შეიძლება არსებობდეს არის 100,000-ის ნიშნული და კასკადური ლიკვიდაციები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ Glassnode-ზე და სხვადასხვა რესურსებზე, სადაც ჩანს პრინციპში რა დიაპაზონებში შეიძლება სწრაფი აღმასვლები ვიხილოთ და ეს სწრაფი აღმასვლები ხშირ შემთხვევაში არის ასე ვთქვათ იძულებითი პოზიციის დახურვის შედეგად და ფაქტობრივად ასე ვთქვათ ვადაგასული კონტრაქტების გამო თუ შევხედავთ მოკლედ ეხლა დამშვიდებულზე ჩარტს ხედავთ რომ ნელ-ნელა აი 4 საათიანის დიაპაზონში ნელ-ნელა სანთლების მოცულობა ფასის მოცულობაც ვცირდება, თუმცა შეიძლება თქვათ, რომ აი წინა 4 საათიანი ამოვარდნა იყო ამ ყველაფერთან მიმართებაში, კვირის ჩარტს თუ დავაკვირდებით, კვირის ჩარტი საკმაოდ ასე ვთქვათ ძლიერი არის ამ კუთხით და ძლიერი მოძრაობების დროს თქვენ ხედავთ ალბათ, ეხლა წინა კვირებსაც თუ განვიხილავთ, რა პოტენციური აღმასვლები შეიძლება გქონდეს. კიდევ ერთხელ აი ჯგუფშიც მიშკამაც დაწერა და საინტერესო არის 10 წლის წერტილი თქვენთვის რა არის აქვს მნიშვნელობა და ბააში ვისაუბრეთ ამაზე რომ ამ თვეში და უფრო ჩავკონკრეტეთ რომ 25%-ის გაყიდვაზე ბიტკოინთან მიმართებაში ეს რა თქმა უნდა ფინანსური რჩევა არ არის ჩვენი 10 წლის წერტილიდან გამომდინარე კრიპტობაზარი ამას ფიქრობს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე არ არის საუბარი და მართლაც ამ თვის ჭრილში ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის აქ ბაზარზე რაც არ უნდა მოხდეს ანუ უფრო მაღლაც რომ ავიდეს ფასი ჩემთვის ასე ვთქვათ და პრინციპში ჩვენთვისაც რაც ვისაუბრეთ მაშინ შეიძლება იყოს ეს ერთ-ერთი ლოგიკური გადაწყვეტილება ჩარტზე ტექნიკურად თუ ნახავთ რაც არ უნდა განხილვები ნახოთ ანუ bearish სიგნალი აღარ არსებობს კიდევ ერთხელ bearish სიგნალი დაღმასვლის ტრენდი არ შემოტრიალოებულა დაღმასვლისკენ და ასე შემდგომ უბრალოდ ყველას აქვს თავისი risk management-ის სტრატეგია სადაც პრინციპში ასე ვთქვათ იღებენ გადაწყვეტილებებს ასევე მე ჩემ პირად გამოცდილებას გაუნებით და ამაზე ვსაუბრობ ხოლმე ხშირად 1-2 კვირა არის რამოდენიმე ადამიანი მწერს ისეთი რომელიც საერთოდ არ არის კრიპტო ინდუსტრიასთან ახლოს უბრალოდ იკითხეს რაც ქემერულ გვერდებზე, ანუ ჯერ იმ ფაზაში არიან რომ რომელიღაც გვერდები უგზავნიან request-ებს რომ email-ზე რომ აი თქვენ გაქვთ ამდენი ბიტკოინი და თანხა დაგვირიცხეთ და ამ ბიტკოინს გაგატანთ და ეს 100%-ით სქემი არის ხალხო არსა და არანაირი თანხა არ ჩარიცხოთ თუ გინდათ კრიპტოვალუტის ყიდვა კიდევ ერთხელ აგერ გამოჩნდება სადღაც ეკრანზე ან გადაცემის აღწერაში ბიტნეტზე დარეგისტრირდით ჩვენი რეფერალური ლინკით და ნებისმიერ შეკითხვა რაც გექნებათ მოკლედ ჩვენ ჯგუფშიც ხო შეიძლება მოიწეროთ და იქვე ადგილზე თუ გექნებათ 24/7-ზე აქვს საპორტ და შეგიძლიათ მიწეროთ დანარჩენი არავინ არ გაჩვქებთ კრიპტოვალუტას ესე ჰაერიდან და მოკლედ აი ამ კუთხით დაფიქრდით მოკლედ აი ეს მიმოწერები და იმ ადამიანების კითხვები რომ აი ბიტკოინი ამ ფაზს გადაცდა ანუ უკვე ნელ-ნელა შევდივართ და ცოცხლდება ის ფაზა ჩვენთვის ან შეიძლება იმ ფაზის ბოლო არის საერთოდ ქვეყანაში ისეთი არის სიტუაცია ამ კუთხითაც ვერ გაიგებთ რა თქმა უნდა თუმცა აი თუ საქართველოში არ ხართ და საქართველოს ფარგლებს გარეთ ხართ მithumetes უფრო მარტივი იქნება თქვენთვის ამის კონტროლი რომ აი სოციუმში დაიწყეს თუ არა კითხვა ბიტკოინთან მიმართებაში და კრიპტოვალუტებთან მიმართებაში თუ დაიწყეს ესე იგი გადავდივართ იმ ფაზაში რომ უკვე აი ყველგან იქნება ტაბლოიდები და შესაბამისად აი წნება იქნება მაღალი ვიღაცები იყიდიან სატესტოდ და ფასი აიწევს და შეიძლება პოტენციალურად პარაბოლური მოძრაობაც იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ ამ სცენარიდან გამომდინარეც ეს თეორიული სცენარი არის, გადაწყვეტილება არის ესეთი მიღებული. გადაწყვეტილება იყოს სწორი თუ არა, ამას გვაჩვენებს დრო. და არ არის საუბარი 100% რაღაც გაყიდვაზე ან გამოყიდვაზე, ხო? ბიტკოინს თუ შეხედავთ კიდევ ერთხელ ამ პოზიციაში სისუსტეს არ ამჟღავნებს. უბრალოდ თუ თქვენ ახლა 1 საათიანი და 4 საათიანი სანთლებით ვაჭრობთ, აი მაგ გადმოსახედიდან კი შეიძლება დროებითი სისუსტე იყოს, თუმცა ეს დროებითი სისუსტე შეიძლება იყოს განპირობებული ახლა ნახავთ რითი. და დომინაციასაც გადავხედავთ და კითხვას დავსვავთ ესეთ შემთხვევით ალტკოინებში ხომ არ გადადის თანხა ან რამე სიახლე ხომ არ ემთხვევა ალტკოინებთან მიმართებაში ხო? ეხლა მე ბიტკოინის შესყიდვაზე წავიკითხე ინფორმაცია თორემ თქვენ შეხვდებით სხვა წყაროებს, სადაც
Bitcoin და Ethereum-ი არის ერთად განხილული, რომ კომპანიებს სურთ, აი ორი კვირის ერთ-ერთი ტაბლოიდი იყო, ორი კვირის განმავლობაში კომპანიებს სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი Bitcoin-ი და Ethereum-ი აიღონ, ხო? ეგ სიახლე სპეციალურად არ გავაზიარე, თუმცა ასე ვთქვათ KV-ვის კომპანიის სიახლეც იდო ამაში, Bin Crypto-ში იყო თუ არ ვცდები ეს ინფორმაცია, მოკლედ ეს ნარატივებიც არსებობს, ხო? ეს ნარატივები შეგვიძლია გადავამოწმოთ Bitcoin-ის დომინაციით და სხვადასხვა altcoin-ის დომინაციით. უბრალოდ რისი თქმა მინდა, მოკლედ გაიხსენეთ რა არის თქვენი ათვლის წერტილი. თქვენი ათვლის წერტილი თუ არის 100,000, 100,000-დან შეიძლება ეხლა საერთოდ 17,000-მდე ასვლა არაფერი არ არის. თუ თქვენი ათვლის წერტილი არის 45,000 ან 60,000 და თქვენ კიდევ ხართ ასე ვთქვათ კრიპტოში 100%-ით და უბრალოდ ნახეთ რის ფორმულირება მინდა თუ თქვენ ასე ვთქვათ 4 წლის განმავლობაში ცდილობთ რომ აქტივი გაყიდოთ და $45,000-ზე გაქვთ ნაყიდი და კიდევ ველოდებით აღმასვლას ძალიან ოპტიმისტურად უყურებთ ბაზარს და შეიძლება თქვენი ოპტიმიზმი გამართლდეს, შეიძლება არ გამართლდეს, არის 50-50-ზე, თუმცა კიდევ ერთხელ რას ვამბობ, ნახეთ, სწორად მინდა გაიგოთ, ეს არაფინანსური რჩევა, რომ ყოველთვის გაიხსენეთ რა არის თქვენი ათვლის წერტილი და სად მიდიხართ. თუ მისული ხართ იმ ნიშნულამდე რა ნიშნულის მიღწევაც გინდოდათ, ნუ იქნებით ხარბები. თუ არ ხართ მისული იმ ნიშნულამდე, გადაამოწმეთ ეს ნიშნული ზედმეტად ასე ვთქვათ, გადაჭარბებული ხომ არ იყო ამა თუ იმ აქტივისტვის, ხო? თუ დააკვირდებით, როდესაც აღმასვლა არის ხოლმე ბაზრის, ძალიან ეგრეთ წოდებული ბიარის საუბრები მახასიათებს იმიტომ, რომ მინახავს ბევრი ადამიანი ეხლა 4 წლიან პლუს გამოცდილებით, სადაც ადამიანებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ გაიქეშებინათ თანხების საკმაოდ დიდი მოგებით და ნოლში ძლივს გავიდნენ. არ ვსაუბრობთ იმაზე, ვინც საერთოდ მინუსში წავიდა სხვადასხვა პროექტების გამო. Bitcoin-ზე ყველაზე ნაკლებად არის საუბარი, ხო? და ასევე აქვს მნიშვნელობა ყოველთვის, რამდენი ხანი შეიძლება გქონდეთ თანხა ინვესტირებული კრიპტოში, ხო? აიმიტომ ვთქვი, რომ აი 4 წლიან ციკლს აკვირდებით თუ რას. ეხლა გადავამოწმოთ დომინაცია. დომინაცია არის, აი რაც ვნახე, არის დაკლებული და დომინაცია არის დაკლებული რის ხარჯზე ამას ვნახავთ. დაკლებული დომინაციაზე არ ვსაუბრობ, რომ ტრენდი არის შემოტრიალებული. ჩვენ ტრენდის შემოტრიალების სცენარი განვიხილეთ. ხო, აი ყველაზე აგრესიული ტრენდის შემოტრიალების სცენარი განვიხილეთ აი ამ დიაპაზონიდან, უпростоრად წითელი დიაპაზონიდან, საიდანაც უკვე 54%-ზე თუ ჩამოვა Bitcoin-ის დომინაცია, შესაბამისად გააჩნია კიდევ ერთხელ Bitcoin-ის ფასი რა იქნება. ამიტომ არის საუბარი, ნახეთ. Bitcoin-ის ფასი იზრდება, Bitcoin-ის დომინაცია იკლებს. ეს ნიშნავს, რომ Bitcoin-შიც ხომ შედის თანხა. ასევე პარალელურად უფრო ძლავრი სიჩქარით და უფრო დიდი ოდენობით შედის altcoin-ებშიც. რთული გამოსაცნობი არ არის რომელ altcoin-ზე გადავალ შემდგომ და რომელ altcoin-ზე ვისაუბრებ, ასევე hyperliquid-ის ამბავი, ანუ ძალიან ბევრი სიახლე არის და ახლა ამ პერიოდში დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ძალიან ესეთ სიტყვებს ვიყენებ, რომელსაც უნდა დააკვირდეთ, დიდი ალბათობით, მოკლედ, შეიძლება ვიხილოთ სხვადასხვა პროექტების ისეთი აღმასვლები, რა აღმასვლები შეიძლება საერთოდ ლოგიკაში არ ზრდებოდეს თქვენთვის. რატომ? იმიტომ რომ დაბალი ბაზრის კაპიტალიზაციის მქონე აქტივებში, თუ შევა რაღაც ის თანხა, რაც Bitcoin-ისთვის 0.001% შეიძლება იყოს, ამა თუ იმ coin-ის ფასი შეიძლება გაიზარდოს ორჯერ ან საბჯერ, რადგან ძალიან დაბალი ბაზრის კაპიტალიზაცია აქვს ამა თუ იმ პროექტს და შეიძლება თქვენ ხვდებით ყოველდღიურად ან იყენებთ ამ პროექტს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კრიპტომომხმარებლების 80% იყენებს ამას. ანუ მხოლოდ თქვენი პრიზმიდან არ უყუროთ კრიპტოსამყაროს და ამიტომ ამ მნიშვნელოვანი უყუროთ ჩვენს გადაცემებს და ჯგუფში იყოთ აქტიური, რადგან ამა თუ იმ ადამიანის გადმოსახეთ შეხედოთ და რა ხდება ზოგადად კრიპტოინდუსტრიაში. კიდევ ერთხელ, ეხა წამოვა, იმედი მაქვს და კარგი იქნება სიახლე. აი ვიყიდო თუ არა ეს coin-ი და ხვდებით რომ აი კითხვას რო სხვამს ვიღაც ვიყიდო თუ არა ეს coin-ი, ეხლა აღმასვლაზე ეს ნიშნავს რომ ამ ადამიანებმა მივიდა სიახლე და თქვენ უბრალოდ უნდა გადაამოწმოთ, ან თქვენ რა თქმა უნდა ან ფინანსურ რჩევას მისცემთ და აკვალიანებთ და ასევე გადაამოწმებთ, გაქვთ თუ არა ეს პროექტი პორტფელში
და რატომ დასვა ამ ადამიანმა ეს შეკითხვა? შეგიძლიათ პირდაპირ გითხოთ, საიდან შეხვდით ამ პროექტს, ხო? იმიტომ ვიღაცამ მომწერა Trump Coins-ზე და უბრალოდ ეს ტალღა ისე გვიან მივიდა იმ ადამიანამდე, რომ რაღაცა ისეთ სიახლე არ ყოფილა, მე გადავამოწმე და ამიტომ ეს კომუნიკაცია არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. მე არ ვამბობ კიდევ ერთხელ, რომ მარტო ქართული ბაზრის ანალიზით თქვენ შეგიძლიათ დიდი დასკვნები გააკეთოთ, არა, მაგრამ თან კი იმიტომ რომ ქართული ბაზარი სხვათა შორის არც თუ ისე პატარა ნაწილი არის დანარჩენ კრიპტობაზარში და ეს ჩანს იმითაც რომ მე მგონი არ ვიცი საქართველოში კი არა და რეგიონში მინიმუმ ვიცით და მსოფლიოში არ არის ძალიან ბევრი საერთოდ არხი სადაც თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ გადაცემა კონკრეტულად კრიპტოზე და კონკრეტულად კრიპტოზე საუბრობდეს ხალხი. ეხლა შეიძლება იყოს ვიღაცამა შეიძლება თქვათ რომ ეხლა YouTube-ის ერა კი YouTube-ზეც ამიტომაც დავამატეთ კრიპტო ბასის ფორმატი რომ ასე ვთქვათ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ ამ ფორმატსაც რა ფორმატშიც უფრო თავისუფლად შეიძლება ვისაუბროთ თუმცა კიდევ ერთხელ სატელევიზიო ბადეებს მაინც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების კამათების დროს, დისკუსიების დროს და აი ახლა ნიუ-იორკის მერის არჩევნების დებატების დროსაც ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი არ გადიოდა რომელიღაცა YouTube პოდკასტზე, არამედ გადიოდა ტელევიზორებიდან და ტელევიზორებიდან უყურებდა ძალიან ბევრი ხალხი და ეხლაც კი არის საქართველოშიც თუნდაც რომ ავიღოთ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ტელევიზიას. მოკლედ ძალიან შორსაც რომ არ წავიდეთ ამ კუთხით, ეს არის კარგი სიგნალი ალტკოინებისთვის. ახლა არავინ არ განიხილავს, რომ ბიტკოინის დომინაცია ისე შემოტრიალდა, რომ საბოლოო ჯამში აი ბიტკოინი გახდება, ნუ არაკაც ნოლზე საუბარი არ არის. აი ეს არის სწორედ ის სურათი, რის გამოც სხვადასხვა კრიპტოაქტივების ფასი იზრდება და დავაკვირდეთ ეთერიუმს ბიტკოინთან მიმართებაში რა შუა. და ხო ეთერიუმ ბიტკოინთან მიმართებაში იზრდება დღეების ჭრილში. უახლოვდება საინტერესო წინააღმდეგობის ნიშნულს, რაც თავის მხრივ ეთერიუმის დოლარის ფასში აისახა. და ეთერიუმის დოლარის ფასში ნახეთ ცალკეც რომ მივყვეთ, ეთერიუმს პატარ-პატარა დადებითი სიახლეები ჰქონდა, რამაც საბოლოო ჯამში, აი ხა როდესაც ისაუბრებთ ამაზე, ნახავთ რომ აი ამის გამოც შეიძლება გაზრდილიყო ეთერიუმის ფასი და ვხედავთ რომ აი ეს დაშვება გავაკეთე მაშინ როდესაც თქვი რომ ბიტკოინის დომინაცია თუ არის დავარდნილი პირველი ეჭვმიტანილი შეიძლება იყოს ეთერიუმი და მართლაც ჯერჯერობით არის გადავხედეთ მეორე ეჭვმიტანილს რომელიც სიმართლე გითხრათ რომ არ ამგონია რამე შუაში იყოს სოლანა ხო აი სოლანა არაფერ შუაში არ არის რადგან დოლარში ვხედავთ როგორ უფრო ნელა იზრდება ვიდრე ეთერიუმი, ახლა ეთერიუმზე წამოვა ბევრი სიახლეები, თუმცა ეთერიუმის სიახლე რომელმაც მე დამაინტერესა იყო ის, რომ ETF-ებს დართეს პოტენციურად დართეს უფლება, რომ ასე ვთქვათ ამ კომპანიებს რომ დაასტეიკონ ეთერიუმი და დაასტეიკების შემდგომ რა ჯილდოებსაც მიიღებენ, ის ჯილდოები გადანაწილდება ასე ვთქვათ ETF-ების მფლობელებზე. ხო, ეს არის საინტერესო პრეცედენტი, რაც ხსნის ზოგადად სტეიკინგზე იყო საუბარი და ეს საბოლოო ჯამში 100%-ით არ არის შესული, როგორც ვიცი, შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ. თუმცა სხვა პროექტებს ნახოთ, აი Solana-ს ETF-თან მიმართებაში როგორ გაგრძელდება ამბები, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, როდესაც Solana-ზე ჩვენ ვისაუბრეთ ბევრჯერ გადაცემაში, რომ აი ეს საინტერესო დიაპაზონი რაც არის, აი ეს გავხაზოთ ხაზი დავადოთ ხო აი უხეშა და ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო წინააღმდეგობა თუ არა და ლოკალური საყრდენი ეს და ერთ-ერთი დიაპაზონი სერიოზული დიაპაზონი რა დიაპაზონზეც აი ეს დიაპაზონი მოვნიშნოთ რაიმე ფრად ხო აი საინტერესო ფრად და ეს იქნება პრინციპში ეთერიუმის მოძრაობას, ეთერიუმ ბიტკოინის მოძრაობას ძალიან გავს Solana ბიტკოინის მოძრაობა და ბევრი ანალიტიკოსი საუბრობს რომ Solana როგორც ერთი ციკლით ჩამორჩება ასე ვთქვათ ეთერიუმს ასევე შეიძლება ფასის ზრდის კუთხით ჩამორჩეს თუმცა პამფანის ტოკენზე ჩვენ ვისაუბრეთ 4 შაბათს და ეს სიახლეც არ უნდა დაგვავიწყდეს აი ახლა ნახოთ Solana
როგორ გამოიდებს თავს, შეიძლება გაზრდილ მოთხოვნას ვერ გაუძლოს ან გაუძლოს პირიქით და დაღვინდა შეიძლება პრინციპში და არანაირი პრობლემა არ შეგვექმნას. აი ეს ახლავე გადავხედოთ ისე BNB-ს თქვენის ნებართვით, BNB-სთანაც სახარბიელო არაფერი, აი როგორც თქვი, ეთერიუმი არის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი და სხვა ისეთი კრიპტოაქტივები, რომლის ბაზრის კაპიტალიზაცია შევა ტოპასშიც იყვნენ ბაზრის კაპიტალიზაციით ან ტოპასს დებოდნენ და აი ამ კოინების და პროექტების ინტერესი შეიძლება იყოს გაზრდილი ამ კუთხით, ფარდობითია და შედარებითია ყველაფერი და ესეც გასათვალისწინებელია. ნახოთ Facebook-ზე რეზი სალამი პრინციპში არ არის კითხვა, ვნახოთ YouTube-ზე თუ არა და დაგემშვიდობებით, მოკლედ ხო, აი YouTube-ზე როგორც მომწონს ხოლმე, YouTube-ზე არის ძირითადი ყურებადობა, გამარჯვება Bitcoin დომინაციის ჩარტიც რომ განიხილოთ კი კარლო განვიხილეთ პრინციპში რამე კითხვა თუ არის ესეც შეგიძლიათ დაწეროთ ბრეტი და არა RVV-ზე არის საუბარი, მოდი განვიხილოთ RVV Bitcoin-ი ჯერ. ხო, არა, კატასტროფასთან გვაქვს. ხო. Bitcoin-თან პატარა სიმძლავრე გვაქვს, რაც არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის და ეხლა შეგვიძლია მივყვეთ რა დიაპაზონი, აი ამ დიაპაზონი ნახოთ. პირველი დავალება იქნება ეს დიაპაზონი Bitcoin-თან მიმართებაში ეს უნდა გადალახოს, დოლარის ნიშნულს სპეციალურად არ ვნახოთ. ნახულობ შემდგომ ეს წინააღმდეგობა. მოდი ხაზები გავავალოთ პირდაპირ. დიაპაზონზე კონკრეტულად ფაზი არ მაქვს საუბარი, დიაპაზონი აუთხედებით მონიშნა. არ მინდა ამ შემთხვევაში რომ არ გადავტვირთო. შემდგომში გავიხსენოთ. შემოტრიალების ძალა შეიძლება იყოს კი, შეიძლება იყოს ესეც ფრთხილი ოპტიმიზმით. აქედან დიაპაზონი რა გვაქვს 23%. Bitcoin თუ იმ დიაპაზონში დარჩა რა დიაპაზონშიც არის, ეხლა რაც რთულად წარმოსადგენი არის ჩემთვის, მაინც შეიძლება ის აღმასვლები რა აღმასვლებიც ქონდა მოუწიოს ამ ყველაფრის გამოცდა. ეხლა ნახოთ price gap-ები, ხო, აი price gap-ები გვექნება დღის დიაპაზონში. ერთ-ერთი საინტერესო ნიშნული საგანად შეიძლება თეორიულად დაბრუნდეს 114,000 არის. კი. 114,000-ზე ჯანსაღი იქნება უფრო სწორედ. ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ჯანსაღი იქნება 114,000-ზე დაბრუნება. თავიდან ნახოთ trading view და მეორე პროექტი. რა პროექტი BRET. ხოთაბა BRET ჯერ coin market cap-ზე და შემდგომ განვიხილოთ trading view-ში. შეიძლება არც ღირს განხილვათ. გასაგებია, base. ბაზარი 109. კაი. შეგვიძლია trading view-ზეც ვნახოთ, რატომაც არა. ნახოთ კვირის ჭრილში. ხო. კლასიკურად შევხედოთ, არ გავართულოთ საქმე. კვირის ჭრილში მაღალი დაბალი ნიშნული არის დაფიქსირებული და შემდგომი წინააღმდეგობის დიაპაზონი გვექნება ეს. კვირის ჭრილში, ან დიდ სურათზე ვსაუბრობთ აქ. თუმცა მოცულობის დაღმასვლას ხედავთ და პრინციპში ტრენდად დასტურებული მოცულობის დაღმასვლა იყო. ტოკენომიკაც სანახავია იმ კუთხით, რომ რაიმე სტეიკინგის მაღალი პროცენტი ხომ არ აქვს შემთხვევით. უბრალოდ ეს უიდან რატომ ახსოვს ეს პროექტი, არ ვიცი სიმართლე გითხრათ. ხო, კვირის ჭრილში ეს დღის ჭრილში არის სერიოზულ წინააღმდეგობასთან, აი ეგ ხედავთ. ანალოგიურად იმეორებს ამ მოძრაობებს, შეიძლება მსგავსად ჩამოვიდეს, დავაკვირდები, ანუ ლოგიკურად უნდა მიყვეთ იმ მოძრაობებს, რა მოძრაობებიც იყო ადრე, ხო? და დათქმები უნდა გავაკეთოთ. თუ მოხდება ეს, შესაბამისად აი ამ ფას დავაკვირდები. თუ ეს არ მოხდა, შესაბამისად ამ ფას არ დავაკვირდები და ასეთ ლოგიკას როცა აწყობთ, ძალიან მარტივი იქნება თქვენთვის
ბაზარზე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება ამ კუთხით. ხო, დომინაცია განვიხილეთ, ბრედი განვიხილეთ, RVV განვიხილეთ და RVV მაინც მეთანაღრება დოლართან მიმართებაში განვიხილოთ. გადასტრობა იქნება დოლართან მიმართებაში სავარაუდოდ, მაგრამ მაინც, ხო? დოლარის ნიშნული, მოდი დღეში განვიხილოთ, დღის ჭრილში საინტერესო დიაპაზონი იქნება $7 არეალი, მოდი ესე ვთქვათ, $7.5 არეალი და ამის შემდგომ როგორ მოიქცევა აქვს მნიშვნელობა. წინააღმდეგის შემთხვევაში შეიძლება მოbrunების დროს უფრო დაბალი ნიშნული დავაფიქსიროთ. ანუ არ არის ის altcoin-ი, სადაც ზალა გვაქვს. თუმცა კიდევ ერთხელ რაღაც ნიშნულს როგორც კი გადაცდება, აი ესეთ altcoin-ებში ეს არის პრობლემა ეგრეთ წოდებულ alt სეზონში, ან როდესაც ბიტკოინის ფაზი იზრდება და დომინაცია იკლებს და სადღაც მიდის თანხა, აი ეს არის ეს გარდამავალი პერიოდი არის ბევრისთვის მნიშვნელოვანი. აი ეს hyper liquid რატო არ ვიყიდე, ეს რატო არ ვიყიდე, ხო? და ეს ასე ვთქვათ კასკადური მოძრაობა როგორც კი უფრო აქტიური გახდება, რომ აი ეს უნდა მეყიდე, ან ის უნდა მეყიდე, შესაბამისად გვექნება მოკლედ ის მოძრაობები, რა მოძრაობებიც არის რამოდენიმე altcoin-ზე დაფიქსირებული აღმასვლის. წინასწარ რაღაცამ გითხრათ, რომ აი ეს coin-ი ამ ფასზე მივა, ძალიან რთულია ხოლმე ამაზე ამ კუთხით საუბარი. მოკლედ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს საუბარი, სამ გადაცემას მოვრჩები, შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. ეხლა გამოჩნდება QR კოდი ან გადაცემის აღწერაში ნახავთ მოკლედ links, რა ლინკიდანაც დარეგისტრირდებით ჩვენი რეფერალური კოდით და მოკლედ რეგისტრაციის და ვერიფიკაციის შემდგომ ამ თვის ბოლომდე ჯერ კიდევ არის აქცია, სადაც USDT შეგიძლიათ შეიძინოთ 0%-ად, ეს არის მნიშვნელოვანი, 0%-ზე არის აქ საუბარი, ასევე თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტოთ, სადოთ, გამოსცადოთ, მინიმუმ $5 ინვესტიციით შეგიძლიათ დაიწყოთ მოკლედ Bitnet-დან ერთად კრიპტო და ჩვენთან ერთად კრიპტო სამყაროში მოგზაურობა და ამ ნაბიჯების გადადგმის დროს თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ 24/7-ზე მოგემსახურებათ მოკლედ საპორტი. შევაჯამოთ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ სიახლეებზე, რომლებიც პოზიტიური სიახლეები იყო და პრინციპში აღმასვლის დროს პოზიტიური სიახლეებზე უნდა ვისაუბროთ. თუმცა აი გადაცემის მეორე ნაწილში უკვე განვიხილე ის სცენარები, რაც შეიძლება სხვადასხვა coin-ისთვის ნეგატიურიც იყოს რაღაც ჭრილში და აი რამოდენიმე მაგალითიც ნახეთ კითხვა-პასუხის დროს, რომ ფაქტობრივად არის პროექტები, რომლებმაც შესაძლებელია კიდევ ერთხელ ახლა RVV-ს თუ რომ უყურებ, შეიძლება RVV-მა საერთოდ ფასის კუთხით წინა bull market-ში დააფიქსირა თავის მაღალი ნიშნული, მაგრამ ბაზრის კაპიტალიზაციის კუთხით შეიძლება გაიზარდოს, რადგან უკაცრავად თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ყოველთვის ინფლაციის მაჩვენებელი. მოკლედ, კრიპტო ბაზარი შემდგომ კვირამდე გემშვიდობებად, იმედია მოკლედ შემდგომ კვირაშიც კარგი სიახლეები გვექნება ბიტკოინის ფასთან მიმართებაში დროებით.